ნამდვილად მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია ამჟამად კიევი და როგორც ჩანს ბატონი იანუკოვიჩს დაუდგა დრო რომ გააცნობიეროს სიბრძნის მარგალიტი, რასაც ქვია, რასაც დასთეს იმას მოიმკი. არ ეგონა ცხადია მას რომ ასე ადრე მოიმკიდა შედეგს თავისი საკმაოდ ავტორიტარული მმართველობისა, მაგრამ თავიდანვე განწირული იყო იგი, როგორც კი მოინახულა რა ბატონი პუტინი კრემლში, დაბრუნდა 9 ნოემბერს და დაიწყო საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა უკრაინამ აღარ მოაწეროს ხელი ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან. ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თავად იმასაც, რომ გასული წელიწადნახევრის განმავლობაში თავად იანუკოვიჩი საკუთარ გამოსვლებში აფიქსირებდა უკრაინის მზაობას და ლამის ერთადერთ მიმართულებად ასახელებდა ევროკავშირთან ინტეგრაციას. ამიტომ აღმოსავლეთ უკრაინაშიც კი, სადაც მას მუდმივად ეგულება პრაქტიკულად მთელი მოსახლეობა საკუთარ მხარდაჭერად, ამჯერად დაახლოებით მე-13 აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლეობისა უკვე მხარს უჭერს დემონსტრანტებს და მზად არის ჩაერთოს საპროტესტო აქციებში. ეს გარკვეული ზურგში დარტყმა არის ბატონი იანუკოვიჩისთვის, მაგრამ ის რაც მოხდა შაბათს ღამით კიევის მთავარ მოედანზე, მე ვიტყოდი გარკვეული კატასტროფის მომასწავებელია იანუკოვიჩისთვის. ეხლა საძებარია გზები რა გადაარჩენს მას. დასაკვირველია იანუკოვიჩი არ ეკუთვნის იმ პოლიტიკოსების რიგს, რომელიც რაიმე თავმოყარეობის შელახვის გამო ან ვინმეს სიბრალურის გამო შეიძლება გადადგეს თანამდებობიდან. ამდენად მოთხოვნები ოპოზიციისა მთავრობის გადადგომასთან დაკავშირებით შესაძლოა გახდეს სწორედ ის საკითხი, რომელმაც შესაძლოა შეუნარჩუნოს იანუკოვიჩს პრეზიდენტის სამართლით. ძნელია საუბარი რაიმე ტიპის კოალიციურ მთავრობაზე, რადგან ვითარება უკრაინულ რადაში განვითარებული მოვლენების გამო არ შეცვლილა. რაოდენობრივი ბალანსი იგივეა, რაც იყო ადრე, თუმცა რამოდენიმე დეპუტატმა დატოვა რეგიონების ფრაქცია და ჯერჯერობით დამოუკიდებელი სტატუსით გააგრძელებს საქმიანობას. ანუ როგორც ჩამოყალიბდება ბალანსი თავად უკრაინულ პარლამენტში, ამაზე იქნება დამოკიდებული დიდად, იქნება თუ არა საკანონმდებლო ორგანოს მხრიდანაც ისეთი ზეწოლა იანუკოვიჩზე, რომ მას მართლა არ დარჩეს რაიმე ნაბიჯი გარდა მშვიდობიანი გარიდებისა ქვეყნიდან. დასაკვირველია, როგორც ყველა ქვეყანაში, უკრაინაშიც არიან მაქსიმალისტები ხელისუფლებაში, ანუ აფთრების ფრთა და ამ აფთართა გავლენა იანუკოვიჩზე ასევე გაიზრდება, მით უმეტეს როცა შეიარაღებული ძალები საკმარისზე ბევრად მეტი ყავს იმისთვის, რომ ძალისმიერი გზით ჯერ შეამციროს და შემდგომ მოსპოს საერთოდ ესეთი აქციები. თუმცა დღეს ვითარება უნდა აღიწეროს უპირველეს ყოვლისა იმ წინა დღეების ფონზე, რაც იანუკოვიჩს გადახდა ვილნიუსში. ასეთი დამცირება უკრაინის სახელმწიფოსი და თავად საკუთარი თავისა საკვირველია შემოჩნეველი არ დარჩა იანუკოვიჩისთვის, მაგრამ მას გააჩნია ვალდებულებები საკმაოდ სერიოზული იმ სტრუქტურების მიმართ ქვეყანაში, რომელიც ვერ ვიტყვი რომ მის დროს შეიქმნა, მაგრამ მისგან საკმაო მხარდაჭერით სარგებლობდა.
გულისხმობ იმ კორუფციულ სქემებს, რომელიც სამწუხაროდ მძვინვარებს უკრაინაში და თავისი მასშტაბებით მხოლოდ რუსული კორუფციის მიმართ არის ნაკლები. ეხლა რამოდენიმე ტიპის ზეწოლას განიცდიდა უკრაინა ვილნიუსის სამიტამდე, ეს გახლდათ პირველი ზეწოლა ძირითადად ამერიკიდან და ევროპიდან იმის თაობაზე, რომ მისი დაუძინებელი მოყვარე ქალბატონი ტიმოშენკო გათავისუფლებული ყოფილიყო ციხიდან, ისევე როგორც იყო ზეწოლა იმის თაობაზე, რომ გაკეთებულიყო ხელმოწერები ასეთი ასოცირების ხელშეკრულების გასაფორმებლად და იყო ცხადია ზეწოლა რუსეთიდან, რამაც მე ვიტყოდი გადამწყვეტი, მაგრამ არა სოლო როლი შეასრულა ყველაფერ ამ ვითარებაში და შედეგი და გამოსავალი მოიძიება იმ შემთხვევაში, თუ კიდევ ერთი ზემწოლი ძალა კორუმპირებული ბიზნესი უკრაინისა იქნება ან უფრო შესუსტებული მადით, სამომავლოდ ორიენტირებული, ან იქნება კიდევ უფრო მძაფრი ზეწოლის სურველი თავად იანუკოვიჩზე. ის რომ კორუფციული სქემები არ არის უცხო დღევანდელი უკრაინელი ხელისუფლებისთვის, შეიძლება მარტივი მაგალითიცაც გავიაზროთ, თუ ვიკითხავთ, ვინ არის ქვეყანაში სიმდიდრით მეორე ადამიანი, სპეციალობით სტომატოლოგი, პროფესიონალური ავტორიტეტის მიხედვით საშუალო რანგის სტომატოლოგი. პასუხი იქნება მაშინ, როცა გავიგებთ, რომ ეს ადამიანი გახლავთ იანუკოვიჩის შვილი. ამ ინფორმაციას ასაკვირველია ფლობს მთელი უკრაინა. ამდენად მამა აბრამის ბატკნად მას ვერ წარმოიდგენენ, ვერც მისი პარტნიორი მსხვილი მეწარმეები, ასევე ცხადია უფრო ლიბერალურად განწყობილი დასავლეთ უკრაინის მცხოვრებლები, რომლებთა ლიბერალიზმის მარაგი, როგორც ჩანს, იწურება და დღეს უკვე მოწმენი ვართ, რომ 10,000-ზე მეტი ხარდამჭერი საპროტესტო აქციებისა უკვე დაიძრა ტრანსპორტის სხვადასხვა საშუალებით კიევისაკენ და ეს არის მაგალითი უკრაინის სხვა რეგიონებისთვისაც, რომ მათი თავმოყრა უკრაინის დედაქალაქში არის შესაძლოა გადამწყვეტი ფაზის დადგომის ხელშემწყობი პროცესი. ამავე დროს ჩვენ ვისმენთ უკვე ერთხმად გაჟღერებულ მოწოდებებს, იგივე ევროკომისარი ბატონ ფულესგან, იგივე ნატოს გენერალური მდივანი რასმუსენისგან, რომლებიც ბრძანებენ, რომ საჭიროა სასწრაფოდ დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან დაპირისპირებული ძალების წარმომადგენლები. ალბათ დამერწმუნებით, რომ არც მაგიდის დეფიციტია უკრაინაში და არც სკამების დეფიციტი გახლავთ პოლიტიკური ნების, რომ საზოგადოება და ხელისუფლება იყოს უფრო დაახლოებული საკუთარი ხედვებით და მათი ფასეულობათა ჩამონათვალი იყოს მეტნაკლებად ერთი და იგივე. ის ფაქტი, რომ დიახ, ბატონო, ცით მანდ კიდევ ერთი სერიოზული კითხვა ჩნდება 160 მილიარდი ევროს მოთხოვნასთან დაკავშირებით. ეს მოთხოვნაც გაჩნდა
იანუკოვიჩის ლექსიკაში, მას შემდეგ რაც იგი დაბრუნდა კრემლიდან. ახლა საინტერესო ეს 160 მილიარდი ან ვინ დათვალა, ან რატომ 160 და არა 260 მაგალითად, ან 35. ძალიან საინტერესო სერიალი აქვს ბატონ შუსტერს, ცნობილ ტელეწამყვანს, ძალიან პოპულარული თოქ-შოუსი. და ის აანალიზებდა რა პროცესებს, პრაქტიკულად მთელი უკრაინის მოსახლეობის ჩართვის საშუალება იყო ამ პერიოდში, ამ ტელედებატებისას, ორივე დაპირისპირებული მხარე, ისევე როგორც გარკვეული ნეიტრალიტეტის მქონე პოლიტიკოსები, ცდილობდნენ რა საკუთარი წარმოდგენების დაფიქსირებას, ამავე დროს გარკვეულ გზამკვლევს წარმოადგენდნენ ტელემაყურებლებისთვის და ეს გადაცემები თავდებოდა როგორც წესი სოციალური გამოკითხვით პირდაპირ ეთერში. 10-15 წუთის განმავლობაში მთელ უკრაინას შეეძლო საკუთარი მოსაცრება დაეფიქსირებინა. აქ იყო საკმაოდ ინფორმატიული თავად შედეგები. ეს არ იყო მხოლოდ ციფრები. ვინ არის მომხრე, ვინ არის წინააღმდეგი და რამდენი პროცენტია. აქ იყო ამავე დროს ანალიზი იმისა თუ ასაკის მიხედვით რა დამოკიდებულება აქვს ამ პრობლემის მიმართ ახალგაზრდობას, რა დამოკიდებულება აქვს აკადემიურ წრეებს, ანუ პროფესურას, როგორც ისინი ამბობდნენ. რა ვითარება ამ საკითხთან დაკავშირებით დასავლეთ უკრაინაში, აღმოსავლეთ უკრაინაში, ცენტრში, სამხრეთში, ანუ ყირიმში, რომელიც მათთვის ძალიან ბრძნობიარე თემაა. და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ როდესაც 83% აი ამ პროფესურის და 74% ახალგაზრდობისა კატეგორიულად ემიჯნებოდა თავრობის გადაწყვეტილებას, რომ შეწყვეტილიყო საბუთების მომზადება ვილნიუსის სამიტისთვის, ეს უნდა ყოფილიყო საკმაოდ დამაჯერებელი არგუმენტი იმისათვის, რომ რაღაცა ტიპის შეთანხმებისთვის მაინც მოეწერა ხელი იანუკოვიჩს, თუნდაც არა იმ დოკუმენტზე, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში მზადდებოდა, პრაქტიკულად წელიწადია მას შემდეგ, რაც ამ დოკუმენტის პარაფირება მოხდა, თუმცა ჩვენც უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ თურმე პარაფირება დოკუმენტის არ ნიშნავს მის ხელმოწერას. და ჩვენ აქედან უნდა გამოვიტანოთ გაკვეთილები, რომ რაიმე მსგავსი არ დაუშვათ საქართველოში, რომ გაისად არ მოგვიწიოს თითზე კბენანი და ყალღზე დადგომა. საკურველი ეს გახლავთ ისეთი გაკვეთილი, რომლის არ გათვალისწინება ძალიან ესე იგი სავალალო შედეგით შეიძლება დამთავრდეს საქართველოსთვის, თუმცა ამავე დროს ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ გარკვეული ტრენინგი უკვე ჩაგვიტარა რუსეთმა 2006 წლიდან რაოდენიმე წლის განმავლობაში, პრაქტიკულად 6 წლის განმავლობაში და ჩვენ ვნახეთ, როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთი ფაქტების გამეორების უფრო მსუბუქად გვერდის სასავლელად. დასაკვირველია, აუცილებელია დივერსიფიკაცია მოხდეს იმ ბაზრების, რომელზეც ვაპირებთ საკუთარი საექსპორტო ნაწარმის ესე იგი გატანას, მაგრამ მოდით ვიყოთ გულწრფელნი, რაიმე თანაფარდობა მასშტაბებს შორის უკრაინის და საქართველოს წარმოებისა გაგვიჭირდება, რადგან მძიმე მრეწველობა როგორც ასეთი პრაქტიკულად ქვეყანაში აღარ გვაქვს და ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ კიდევ, რატომ იყო ასეთი გამძაფრებული
ამ დიდი და საშუალო ბიზნესის მხრიდან ზეწოლა იანუკოვიჩზე. იმიტომ რომ მათი პროდუქციის ხარისხი არ აკმაყოფილებს ევროპული ბაზრის სტანდარტებს. შესაბამისად, მათთვის რუსეთის ბაზარი, რომელიც უფრო ლიბერალურია ხარისხის მოთხოვნასთან მიმართებაში, ბევრად უფრო მშვიდი და საიმედო იყო და ნაცვლად იმისა, რომ ტექნოლოგიური უფრო დახვეწილი ქარხნები შეექმნათ უკრაინაში, ისინი კმაყოფილდებოდნენ იმით, რაც ჰქონდათ, რადგან ის იყიდებოდა რუსეთის ბაზარზე. ჩვენ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველაფერი ეს კორუფციის გარკვეული წარმოჩენა არის, როდესაც დაბალხარისხიანი საქონლის გატანა გსურს ასევე დაბალი მოთხოვნების მქონე ბაზარზე. და ასეთი ბაზარი თუ გეგულება, თავარია იგი არ იქცეს ქვეყნის პოლიტიკის ორიენტირად. ამიტომ ჩვენ ჯერ ერთი უნდა დავფიქრდეთ, როცა სრული და რაღაც სიღრმეების მქონე ვაჭრობის უფლებებს ვეძიებთ ევროპის ბაზრისთვის, რა გვაქვს საექსპორტო. ღვინო კი ბატონო ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ ღვინის გატანას იმ ბაზარზე, სადაც არსებობს იტალიური ღვინო, ფრანგული ღვინო, ესპანური ღვინო და მერწმუნეთ არც თუ ისე ადვილია ამ პირობებში კონკურენციის წარმატებით გადალახვა. ამიტომ ქართული საზოგადოება თავისთავად უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე დაინტერესებული სუბიექტი იმ პროცესებით, რაც ხდება უკრაინაში, რომ მომავალი 1 წლის განმავლობაში იყოს მზად პრევენციისთვის ნებისმიერი შესაძლო გადახვევისა. განურჩევლად იქნება ეს შედეგი, ასეთი ზეწოლა, რაიმე მორიგი არაადეკვატური ქმედებისა კრემლის მხრიდან, თუ რომ თუნდაც თითოეულა იმ პოლიტიკოსის ოცნების გაჟღერება, რომელიც დღემდე შეიძლება მალული იყოს, მაგრამ დროის განმავლობაში შეიძლება ვინმეს წამოსცდეს სურვილი უფრო მეტი კომუნიკაციისა ევრაზიულ საბაჟო კავშირთან. ჩვენთვის საბაჟო კავშირი არ გახლავთ ეკონომიკური სექტორის პრობლემა. ეს გახლავთ წმინდა პოლიტიკური და ისტორიული გამოცდილების მქონე იმ მიუღებლობისა, რასაც ჩვენი წინაპრებიც გრძნობდნენ, ჩვენი მომავალი თაობისთვის კი უპრიანია, რომ მათ მხოლოდ წიგნებით იცოდნენ იმის შესახებ, თუ როგორია რუსეთი როგორც პარტნიორი და როგორია რუსეთი როგორც უფროსი ძმა. და უნდა ვესწრაფოთ ზოგადად, რომ უფროსი ძმის თანამდებობა სხვას კი არ შევთავაზოთ, არამედ გავაუქმოთ და ვისწავლოთ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობაში, როგორ შევძლოთ საკუთარი თავისთვის როლის მონახვაც და ზოგადად ჩვენი ქვეყნის როლის მოძიება ისეთ ცივილიზებულ გარემოში, რასაც ქვია ევროკავშირი და ევროატლანტიკური თანამშრომლობა. მადლობ.